გერმანულ და სომხურ ენებზე. გარდაიცვალა 1991 წელს 26 დეკემბერს. დაგდანილია დიანის ჩვენ საოცრ ქართულში ერთი კარგი სიტყვა ქუდბედიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინც ქუდით დაიბადება, ის აუცილებლად ბედნიერი იქნება. ასეთები მრავალი მართალია იშვიათად, მაგრამ მაინც იბადებიან. ამის ყველაზე ცხადი მაგალითი ჩვენი რეზო ინანიშვილია. მართლა ქუდბედიანი რომ იყო აშკარა. რეზო იმ თითზე 90 ადამიანთა რიცხვში დგას, ვისაც არც მტერი ჰყავდა და არც მუშუნე და არც აუყად მახსენებელი. მან სრულიად გააბათილა დიდი ვაჟას სენტენცია. ცუცრად უნდა მტერობა, კარგია, მუდამ მტრიანია. საინტერესოა, როგორ მოახერხა მოგზაურებულმა და ჩრდილში დგომის მოყვარულმა კაცმა თითოეული ქართველის სულსა და გულში შეცდომა და სამუდამოდ იქ ჩასახლება და გულუდაწყვეტილი გარდაიცვალა. დატოვა თავისი ხალხი და მართალია სხვებივით დიდი პატივი ვერ მივაგედა, საქვეყნო გზარით და გლოვით ვერ გავაცილეთ, მაგრამ სამაგიეროდ ყველაზე მკითხეთ და სამუდამოდ მიუჩინეთ მას თავისი ადგილი ჩვენს გულში. რეზო, ნეტა ვიცოდე როგორ გვაყრიხარ, შეხვდბედიანი შენ. ელეონორა გვიტიშვილი. ძალიან გასულო.